მივესალმები მაყურებლებს, რომლებიც უყურებენ ჩვენს YouTube გადაცემას. ჩვენ ყავს ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი, ასე ვთქვათ, სტუმარი დღეს. ეს არის სრულიად ახალგაზრდა შეიძლება ითქვას, მაგრამ უკვე ლიდერი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაშკაშა, ასე ვთქვათ, ნამდვილი ტალანტი, რომელმაც ამ თავის ასაკში უკვე მიაღწია იმას, რომ უკვე უმასპინძლა კიდეც კაპიტნის როლში საქართველოს ნაკრებს. გავაგრძელებ კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ვიცი, რომ ეხლა ხანს გადავიდა ერთ ისეთ ქალაქში, მართალია დიდი ქალაქი არ არის, მაგრამ ეს ქალაქი არის მთლიანად რაგბის ქალაქი, რომელსაც აქვს ბევრი ტიტული და ასე ვთქვათ, მე მგონია და თვითონ იწვის ალბათ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია. და სანამ ასე ვთქვათ, თქვენ დაიწყებდეთ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, მე მაინტერესებს მაინც ბავშვობა როგორ გაიარეთ, აი რაგბიში როგორ ჩაერთეთ, დათოს თუ აქვს რამე დასამატებელი ახლა მომენტში გითხრას. მივესალმები ჩვენ სტუმარს დავით ინიაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი. დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა ჩვენ გადაცემებს შორის, მაგრამ რო იტყვიან ახალი სეზონი გავხსენით და დღეს პირველი სტუმარი ყავს ყველასთვის საყვარელი ჩვენი მორაგბე, ჩვენი ვარსკვლავი დავით ინიაშვილი. და მე მგონი ძალიან საინტერესო გადაცემა უნდა გამოვიდეს რაგბიზე. ესე ვიტყოდი. რაგბი ჩვენი თამაშია და ამ შემთხვევაში ნამდვილად არის შენი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ვარსკვლავობაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ქალბატონ ნონასთან ერთად ვზივარ და ყველა იცნობს საქართველოს ქალბატონ ნონას. და იმას გავაგრძელებ, რომ ჯერ არ გადავსულ იმ მუჩი, ზაფხულიდან გადავალ. სეზონი რომ მორჩება, მე გადავალ და მე უკვე კიდე შევხვდებით ერთმანეთს ჩვენ ხშირად და გაგიზიარებთ იქაურ ამბებს, ყველანაირად ვეცდები. და კი დაგეთანხმებით, სარაგბო ქალაქია. ქალაქსაც ვერ ვიტყვი რა, აი ცოტა სოფლისკენ მიდის, იმიტომ რომ უფრო დაბალი სახლებია, კერძო სახლებია და ამ ძალიან კარგი ქალაქია, პროვინციული ასე. კი, საპორტო ქალაქია და აი დარწმუნებულად თქვენ მაყურებელს Fort Boyard-ი ეხა ჩემ ბავშვობაში იყო და უყურებდი სულ. Fort Boyard-ის კუნძულთან არის ძალიან ახლოს ეს ლაროშელი რა. და იმაში დაგეთანხმებით, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი არის, იმიტომ რომ უფრო მეტი პრეტენზია აქვს ამ გუნდს ყველაფერზე. შეუძლია ევროთასებიც მოიგოს, შეუძლია საფრანგეთის ჩემპიონატიც მოიგოს. და ეხლა უკვე მაგას მომდევნო 4 წელიწადში ვნახავთ 4 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მომდევნო 4 წელიწადში ვნახავთ ყველაფერს რა როგორანაირად სადამდე მივალ ამ გუნდით რა. საი მუშკეტერით და დარტანიანით იცნობდნენ ლაროშელს. კი. ჩემ ასაკში ბავშვები ვინც კითხულობდა, აქედან ვიცნობდით სულ ყველა და დღეს რაგბითი გაიცნობს სრულიად საქართველო. ამ პატარა პროვინციულ ქალაქს, რომელშიც შენ აი როგორც თქვი 4 წელი უნდა ითამაშო და ჩვენ მაყურებელს თუ ვინმე მარიცის ვეტყოდი რომ ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია ბოლო წლებში 22-23 წლებში როგორც ვახსოვს და ეხლა ჩემპიონთა თასის მოგება რაგბიში თან ლესტერს რო დაამარცხებ ფინალში პატარა საქმე არ არის. ეხლა იქიდან გამომდინარე რომ საფრანგეთს ასევე ძალიან დიდი გუნდი ყავს ერთი ტულუზა რომელიც წლებია ხო და ტულუზას ლესტერს და სხვა ანუ გრანდებს როცა დაამარცხებ და ჩემპიონთა თასს მოიგებ და აქ იწყება ახალი ეტაპი მარტო დათოს ცხოვრებაში არა ამ გუნდის ცხოვრებაშიც იმიტომ რომ შენ გადადიხარ ჩვენი მორაგბე იქ და დიდ წარმატებას გისურვებ. მადლობა. მინდა დავიწყო ახალ კლუბში. თან ჩავერთვები ახლა. დათო თავარი ის არის რომ სულ სხვა აი мотиваცია მოგეცემათ როგორც იმათ ასე ვთქვათ მორაგბეებს თვითონ იმიტომ როცა ქალაქი ქალაქს უწოდებ ახლა მე ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის პატარა თუ დია მთლიანად რო ცხოვრობს ამითი ესე იგი აი მოდუნების საშუალებას არ გექნებათ სამაგიეროდ ქვეყანა საქართველო
როცა კარგად ითამაშებთ იქ და წარმატებული იქნებით, მაგათ თვალში ძალიან გაიზრდება. ეს კარგი პროპაგანდაა ძალიან და მინდა რომ მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწიო. ახლა წარმატებები უკვე გააქვს ნამდვილად რა. მაგრამ ეს გაგრძელდება, იმიტომ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი შენით გააკეთე, ასე ვთქვათ, ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა. ყოველწლიურად გისურვებთ, რომ ყოველწლიურად ახალი ისტორია დაგეწეროს ქართული რაგბისთვის და სხვათა შორის თუ არ ვცდები, ლაროშელში იყო დაბანაკებული, ხო, ჩვენი ნაკრები. სოფლიო ჩემპიონატის დროს ლაროშელში იყო და იქ ძალიან უყვართ. ქართული რაგბი პატივსცემენ და გვიცნობენ. კი, მაქედან დაიწყო ჩემი და ლაროშელის ურთიერთობა. ლაპარაკი, ანუ ეს ზედაპირულად და მე უკვე გამძაფთა ეს ლაპარაკი და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ კონტრაქტს მომეწერა ხელი. ნახოთ რა როგორ იქნება რა, აი ტულუზა რო ახსენეთ, ყოველთვის ტოპ 14 ისეთი ჩემპიონატია, სადაც თამაშობთ, ყოველთვის გუნდები არის, რომ ჩავარდნა აქვს წლიური, მაგრამ ტულუზას ეგ ჩავარდნა არასდროს არა აქვს რა, სულ არიან მაღალ დონეზე. ეხლა ლაროშელი წლევანდელ სეზონში რო ავიღოთ, ჩავარდნა აქვს. კი. და მე ხა მაქსიმალურად ვეცდები ამ გუნდს გამოვადგე, თან ჩემთან ერთად დაიმატეს საფრანგეთის ნაკრების 9 ნომერი, შეცვლაზე ვინც არის ნოლან ლეგარიკი, რასინგში თამაშობს და ახალგაზრდა ბიჭია ეგეც და ეგეც დაიმატეს და ვეცდებით რომ ეს გუნდი გავაზრდიოთ და მაქსიმუმებს მივაღწიოთ რა და ქალბატონო თქვენ ნალაპარაკებს გავაგზავნებ, მე ყოველწლიურად მინდა რომ გავიზარდო რა, ეს არის ჩემი მიზანი და ეს ოთახი ამ ყველაფრის мотивация, იმიტომ რომ ხედავ ძალიან ბევრ რამეს. ანუ შეიძლება რაღაცეები არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ხედავ და ეს მაძლევს იმ мотивациას. ისტორიის ნაწილია. კი, ისტორიის ნაწილია და იმ мотивациას, იმიტომ რომ ეხა ერთი რომ მოგეგოთ და გაჩერებული ყავით, რეალურად აქ ერთი თასი იდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ხედავ და ძალიან დიდი мотивациაა ეს ყველაფერი ჩემთვის. ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინა გაგდა. მაინც რახან ჩვენ პირველად გავედით, ახლა YouTube-ზე შეიძლება თქვენ ჩაწერილი ხართ კიდევ რაღაცა, მაგრამ მაინც აი რაღაც გარკვეული ის როგორ დაიწყეთ რაგბის თამაში და როგორ აღმოჩნდით ნაკრებში, რომ მაყურებელმა ეს გაიგოს და მე ამავე დროს, ხოდი სიმბოლური სვლები გავაკეთოთ ჩვენ ჭადრაკზე, რომელსაც ქართული ცეკვა ქვია რა და ჩვენი ქართული ცეკვის პატივსაცემად არის შექმნილი ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი ენერგია და დიდი სიყვარულია ამ ჭადრაკში ჩადებული ჩვენი კაი, გავაკეთოთ. ოჯახის შვილივით არის. თან გავაკეთოთ, თან ვისაუბროთ. ვისაუბროთ და თავარია ბავშვობაზე გვითხრათ, როგორ იწყებოდა? როგორ იწყებოდა? პირველ რიგში და ჩამომართვი ხელი ყაიმის დავაზოთ. თანახმოვარ მე. როგორ იწყებოდა ეს დიდი კარიერა? პირველად ვიყავი 5 წლის საერთოდ სპორტით რო დავინტერესდი რა, ზოგადად სპორტით. და დავიწყე როგორც ყველა ქართველი იწყებს, საფრანგეთის უმაღლეს გვეუბნები რომ ყველა ქართველი იწყებს ჭიდაობით. მეც ესე ბიძაჩემა ვახსენე წინაზე. რომელი სახეობა? ძიუდო. ძიუდო დავიწყე, 2 წელი ვიარე ძიუდოზე, მერე გადავედი ქართულ ორთაბრძოლებზე. ეს ხალხი გიწყობდა. ეხლა რაგბი ისეთი სპორტია. სპორტები ხედელში ვარ. კი. და მერე უკვე ფეხბურთი, კალათბურთი, ანუ მიყვარს რა სპორტი ზოგადად, ყველა სპორტი მიყვარს. და ერთ დღესაც სკოლაში ვიყავით, გაკვეთილი მქონდა და ჩემი პირველი მწვრთნელი ვიც იყო დავით ხვედიანი. შემოვიდა კლასში და არიგებდა მოსაწვევებს რა და მე ხა რაგბს, ანუ ნახი მქონდა რაგბი და ვცდილობდი რომ მეყურებინა ყველა სპორტისთვის, პატარა როცა ვიყავი. ფეხბურთსაც უყურებდი, კალათბურთსაც უყურებდი და შემოვიდა და ეს მოსაწვევი რომ მოგცა, გადავწყვიტე რომ მეთქი ვცდი თქო რა. ნუ ეხა ოჯახში რა თქმა უნდა, რაგბი ყველა სხვანაირად უყურებდა რაგბს ყველა და დღემდე დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტი ეგრე უყურებს. არ შეხვიდე, დამახინჯდები, ძალიან ბევრი ტრავმას მიიღებ, იმას მიიღებ, რაგბი არ არის ჭკვიანების თამაში, ანუ ყველა ეგრე უყურებდა რა. ფეხბურთი არანაკლებ ტრავმიანია. კი. ყველაფერს უნდა დავიწყოთ. ფეხბურთიც, კალათბურთიც არის ტრავმიანი სპორტი. ხედვა ვისაც კარგი აქვს, კოლექტიურ თამაშში. ტრავმის გარეშე არ არსებობს. ჭადრაკს თუ არ ავიღებ. და მე შევედი და 12 წელი დავით ხვედიანთან ერთად გავატარე 12 წელი ერთი და იგივე გუნდში. და ანუ პირველი ასაკი ვიყავით ჩვენ, მე ვარ 2002 წლიანი რა. პირველი ასაკი ყავდა ეს ორიდან ერთიანები რა.
და ვინც წამოვედით ბავშვობიდან, ვინც მოვდიოდით 12 წელი ერთად ვიყავით სულ. ხელამნიშნულობა. კი, და დიდათში, ანუ თამაში ქონდა პირველი ლიგიდან დიდათში გადასასვლელი და ვერ მოვიგეთ სამწუხარო და აი მაგ დროს გული ჩამწყდა. რომ ის ვერ მაქსიმუმი ვერ სანამ წავიდოდი რა, ის პერიოდია, მაქსიმუმი ვერ გავაკეთე ამ გუნდთან ერთად. რომ დიდათში ავსულიყავი და მე წავსულიყავი, მაგრამ შემდეგ როცა მე წავედი მაგის შემდეგ წელს ბიჭებმა იმდენი გააკეთეს და იმდენი იშრომეს, რომ ავიდნენ და დღეს დიდათში თამაშობენ და მე 5 თუ მე 6 ადგილზე არიან. ხო, ამზე ვლაპარაკობ. კი, ხო ამზე ვლაპარაკობთ. და მე უკვე წავედი 19 წლის, 18 წლის ვიყავი, რომ საფრანგეთში წავედი. და მე ცალკე ისტორია კიდე იქით. ხო, ინტერესო გუნდში მოხდი, იქ ქართველი დაგხვდა. ხო, მაგაია, ამაზე გითხარით, პირდაპირ, იმიტომ რომ ყველა მაგრამ საფეხბურთო ქალაქში მოხდი. რო ვიდრე სარაგბო. მაგრამ რაგბიც პოპულარულია როგორც ვიცი. არც თუ ისე, მაგრამ იმიტომ რომ გამოკვეთილად საფეხბურთო ქალაქი. სხვადასხვა საფრანგეთს დიდი წვლილი მიიღო ჩვენი მორაგბეების დაწინაურებაში და ასე გაზიარებაში. განვითარებაში, იმიტომ ჯერ წვრთნელი ყავდა და მე ვინც აუნჯობესებდა თამაშს, პირველი ლიგა იქნებოდა, მეორე ლიგა თუ არ ვიცი, ყველა ლიგაში თამაში მაინც მნიშვნელოვანი იყო ჩვენებისთვის და დღეს უკვე რაგბი ავიდა ძალიან მაღალ. დიდი რაოდენობაა ახლა ზუსტად არ ვიცი. დღეს აი მაგას გავაგზავნებ ზუსტად პირველ ადგილზე დგანა ფიჯელები, ვინც მოთამაშეები, ვინც ძალიან რაოდენობრივად და მეორეზე ვართ ჩვენ ქართველები, კი. ეს ტოპ 14-ზე. ტოპ 14-ზე ვაპარაკობ. პროდეორში კიდე უფრო მეტი ვართ რა. ესე იგი რა წვლილი მიუძღვის ამ ქვეყანას ჩვენს იმაში რა. და ანუ მაგას მინდა აღვნიშნავ, რომ ჩვენამდე ჩვენ წინათაობას იმდენი საქმეა გაკეთებული ჩვენთვის, იმიჯი აქვს ქართველებისთვის შექმნილი, რომ დღეს ქართველები საფრანგეთში უყვართ რა, მაგას ვაღიარებ, იმიტომ რომ მოთამაშეები ეხა ირჯებიან ბოლომდე. იციან როგორი შემართებით ვართ და მოთამაშეები ეხა საქართველოსდან მიყავთ პატარა ასაკში, იქ მე ჟიფის სტატუსი ქვია რა, მაგას იღებ და ლეგიონერად აღარ ითვლები. იქ თავის წესები აქვს მე რომ რამდენი ლეგიონერი იყო? ხო, 5 ლეგიონერზე მეტი თამაშის უფლება არ გაქვს რა და ეხა საფრანგეთში ისე არის რომ ყოველთვის ანუ საუკეთესო მოთამაშეები უყვარდათ რა და აი ვინც ზელანდიის ნაკრების ან აფრიკის ნაკრების ეგეთი მოთამაშეები ჩამოყავდათ. მაგათ ვერ ატარებდნენ იმ სკოლას რა, უკვე ჩამოყალიბებული მორაგბეები ჩამოყავდათ. საქართველოსდან მიყავთ უფრო პატარა მოთამაშეები, 17-18 წლის ბიჭები. მე აი ხა რო ავიღოთ რა, იქითაც ისეთ ანუ ყველა პატარა ვარ წასულები რა, 19-18 და ლიონში ჩავედით 18 წლის რა, მაგას გავაგზავნებ, ეხლა გადავალ უცბად, გადასვლას გავაკეთებ. 18 წლის ჩავედი და დამხვდა იქ ბექას აღინაძე. კი. თავიდან რო ჩავედით რა, ანუ მთავარი მწვრთნელი ვინც იყო? ეხლა ტულონის მთავარი მწვრთნელია. ბიჭებმა შიგნით გვითხრეს, რომ ქართველებიო დიდათო არ მოსწონთო რა. ხო, გაგვიკვირდა ჩვენ. ხო, ქართველებიო არ მოსწონსო დიდათო და ჩვენ ეხლა რავი ალბათ ვიფიქრეთ, რომ ხო ვივარჯიშებთ, ვითამაშებთ. მე საერთოდ არ მიფიქრა, რომ უმაღლესში ვითამაშებთ. მაგრამ ეს მთავარი მწვრთნელი საერთოდ შემოტრიალდა, რადიკალურად შემოტრიალდა ჩვენსკენ რა, ქართველებთან, იმიტომ რომ დავანახეთ. და აი ეგ არის რა. ის ჩაგერთვები რა ხან ეს სიტყვა ჩავთე. მე ხო თაობა მახსოვს როგორ იწყებდა რაგბის განვითარებას. და ის ძლიერი ასე ვთქვათ мотиваცია პირობები რო არ ქონდათ მარტო ასე ვთქვათ ოჯახები ეხმარებოდნენ სანამ ხელისუფლება დაიწყებდა რაგბის დახმარებას. აი კბილებით გაქონდათ და გამოუმუშავდათ ის სპორტული ხასიათი, რომელმაც მე ყველა თაობას გადასდოს და წავიდა რაგბი განვითარებისკენ რა. მეტახვებით. კი, შრომით დაიმსახურეთ. კი, ანუ სვანაერ პატივისცემს. დამოკიდებულები თავიანთი პროფესიონალიზმი და ვიყავით ვარჯიშზე. რამეს გვეტყოდნენ, მე და ბექა რა, მე და ბექა ვიყავით თავიდან. თავს ხრიდით, თან ეხა მასწავლიდა რა, ჩემთვის ძალიან დიდი ნახტომი იყო საქართველოსდან საფრანგეთში წასვლა 18 წლის ასაკში. როგორც ცხოვრებისეული, ისე კარიერული. და ყველაფერში ბექა მედგა, ანუ მაგალითს ვიღებდი რა, როგორც ეხა აი. მაგი რამდენით იყო თქვენ უფროსი? ჩემზე უფროსი არის 4 წლით. ნუ 4 წელი საკმაოდ. კი, და მანამდე ბექას საფრანგეთში ქონდა ნათამაშები დაბალ ლიგაში რა, პროდეორში. და ყველაფერს აი როგორც შვილი იღებს მამისგან, მაგალითს ზუსტად ეგრე ვიღებდი და ვცდილობდი რომ
ისე გამეკეთებინა, როგორც ბექა აკეთებდა ყველაფერს. და ძალიან ყველაფერში მაგრა დამეხმარა ცხოვრებისეულად, კარიერულად და დღეს ეხა ჩვენ რა იმიჯით შევქმენით ლიონში. დღეს არის 7 ქართველი უკვე ლიონში რა. ეხა კიდე მერვე ჩამოვა შემდეგ წელს, შემდეგ სეზონში. და მე უკვე შეგვიძლია ქართული გუნდი დავარქვი. კი. არა, ჯერთი ამითი რას ნიშნავს? ამითი საქართველოს ავტორიტეტიც იზრდება თლიანად. ლიანად ქვეყნის რა და თქმა მე ვიცი რომ საცა სპორტსმენები ჩვენი ხა ხო ბევრია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, სერიოზული ნაწილი დასულია სხვა ქვეყნებში. ემიგრანტი. მომსახურე რაღაც სხვადასხვა სფეროებში რო არიან გადანაწილებული. და აი ზუსტად სპორტული წარმატებები რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, ხო, რომელსაც აი თქვენ მათ მიმართ იცლება დამოკიდებული. მათ მიმართ იცლება და ძალიან დიდი საქმეა ეს, უბრალოდ ამის მაგალითები. ჩვენი ემიგრანტების. და იმიტომ არა მარტო რაგბზე ხა ფეხბურთიდან ბიჭები. მე ხა არ დავასახელე ფეხბურთი, მე საერთოდ ვიძახი რა. დიდი მნიშვნელობა. სხვათა შორის მე ხა ძალიან აქტიური გულშემატკივარი ვარ და ვაკვირდებოდი და აი ჩასვლიდა სადღაც 1 წელიწადში. აი რო გიყურებდი, ეხლა ნაკრების თამაშს უყურებდით ერთად ბიჭები და თქვი კიდევაც აღნიშნე რომ შენ აი კომპლექციაც კი შეიცვალე რა, თითქოს აი არ ვიცი ეს სხვანაირი ფიზიკური ვარჯიშების მაინც ასაკის მატებაც, აი რაღაცა სხვანაირი აღნაგობის მომენტიც კი უფრო ძალისმიერი გახდი. ტექნიკა, სისწრაფე და მახვილგონივრულობა არ გაკლდა, მაგრამ მე უყურებდი და აი თვალშისაცემი. აი ქალბატონმა ნონამ რას თქვა რა, ძირითადად ეხა აქ არ ქონა ის შესაძლებლობები, რაც საფრანგეთში მოგვეცა რა, აი თქვენ როგორც ცოტა განსხვავებული ისიც ახლა პირობები მიდგომა და სხვადასხვანაირი დატვირთვებით, ახალი იდეები მოდის მაგ საქმეში, როგორც მე ვიცი ყველასე. კი, ზუსტად. ჩაგერთვე უბრალოდ მაპატია ამისთვის არა, როგორ ვიკადრებთ. და მე უკვე ყველაფერი იქ ეხა სხვანაირად იკვებები. უფრო სპორტულად ეხა აქ რო ხარ, მაინც შეიძლება. ყველაფერი სქემაში. კი, ყველაფერი. აი როგორ არის რა, დილით მიდიხარ, საუზმეს მიირთმევ, მე ვარჯიშობ, მე სადილი გაქვს შუა დღეს და მე ისე ვარჯიში. და მე საღამოს მიდიხარ სახში და შენით მიმაშვები რა, ვახო. მაგრამ უკვე პროფესიონალებს ისე აჩვევენ სპორტსმენებს, რომ ჩვენ ფეხბურთელები რო ყავდათ, საოცარი პროფესიონალები არიან, დავწმუნდით. იმიტომ რომ ყველაფერი გათვლილი აქვს. ჭამა რაღაცა, აი ხილსაც კი ისე უყურებენ, იმიტომ რომ სპეციალური არ ვიცი. ჩვენ ეგრე არ ვართ. არა. ჩვენ არა. თქვენ იმიტომ რომ თქვენ წონის და ისა. ახალი ეტაპი დაიწყე ქართულ რაგბიში, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ძირითადად იწევდნენ ჩვენ პირველ მეორე ხაზს, ხო? ბურჯებს. და უკანა ხაზელებში ეს ახალი სიტყვა იყო უკვე ქართველის მიერ ნათქვამი თან როგორ ქვეყანაში საფრანგეთში სადაც ბუმია და მათი უკანა ხაზელები ქმნიან ხშირ შემთხვევაში თამაშს და აი რასაც შამპაინ რაგბის ეძახიან მაგალითად. ამიტომ შენთვისაც ახალი დიდი გამოწვევა იყო. და სრულიად ქართული რაგბის რატომ გავაგრძელებე? იმიტომ რომ ამან უჩვენა რა შესაძლებლობისა. მაგიტომ ვიძახი. იმდენ რამალ რაღაცებს აკეთებს იქ, როცა გარბის და თითქოს უკანაც იყურება, როგორ ხდება რა ხდება. მაგაზე ისტორია მაქვს სხვათა შორის, ბიზაჩემი რა, ვინც დამეხმარა ზოგადად წასვლაში და სპორტისკენ მიბიზგა. ბიზაჩემი მეუბნება რომ მოდი ვცადოთ აგენს რაღაცა ვანახოთ ვიდეოები და გააგზავნოს. იქნება რამე გამოვიდეს და მე ზუსტად ეს სიტყვები გიუთხარი რა. მეთქი ბიძი ქართველი ვარ, უკანა ხაზელი ვარ, არავინ არ დაინტერესდება. აი ზუსტად ეს სიტყვები დღემდე მახსოვს და ეს ისტორია მიყვარს რა. პირველი იყავი ფაქტიურად უკანა ხაზელი. ხო, 15 და ის კი რა, მანამდე პროდეურში იყვნენ ბიჭები და ნაციონალში. და ბიზაჩემმა მითხრა რომ მოდი არა უშავს რა, ვცადოთ. იქნება რამე გამოვიდეს და გავყევი ბოლომდე. კაი, მეთქი ვცადოთ, არ არის პრობლემა. და ბოლოს კი ვხედავთ როგორც მოხდა ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით რომ დაუჯერე უფროს ადამიანს და ბიზაჩემს გავყევი ბოლომდე რა. და აგერ შედეგი, ეხლა ნაკრებს ჩვენ რა თქმა უნდა შევეხებით, მაგრამ შედეგი ის რომ
გადადიხარ ზაფხულში გუნდში, რომელიც ბოლო წლებში ორჯერ იყო ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. ეს მარტივად მიხვდება ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი, როგორ გუნდში გადადიხარ და თან ეხა ახსენე, რომ ჩემთან ერთად კიდევ ერთი ძალიან ძლიერი 9 ნომერი გადადის და ამაზე მინდა ეხა და სათადარი გოვალ საფრანგეთში, იმიტომ რომ საფრანგეთში ხა 9 ნომერზე როცა დიპონი არსებობს, როგორ უნდა მოხდე ეხა პირველ ნომრად, მე მგონი სოფელში ვერავინ ვერ მოხდებოდა. თულია ძალიან. კაცმა აიღო ოლიმპიადაზე უნდა დავეხმარო გუნდსო და საფრანგეთის ნაკრებს მოაგებინა 7 კაცსა ნაკრებში ოლიმპიადა. ოლიმპიადა მე მგონი რამდენი წლის 30 წლის მერე თუ რაღაც ეგეთი პაუზა. როგორ მოაგებინა ეხა ფინალს რო გაიხსენეთ ნებისმიერი ადამიანი ფაქტიურად დაიწყო და დაამთავრა რა. გრისთან, ფიჯისთან. ხო. ეხა ჩვენთან ისეთ დროს სტუმრობ, რომ ნუ რა თქმა უნდა, ნაკრები უკვე რამდენი წელია მაღალ დონეზე თამაშობს, ახალი გამოწვევები. ეს თავარი გამოწვევა, თავარი ჩვენი იმედი, ინტერესი არის, რომ 6 სერიის გათამაშებამ რაღაცა ფორმატი შეიცვალოს და ჩვენც იქ მოვხვდეთ. მაგრამ ზაფხულში გველის ძალიან დიდი გამოწვევა. ირლანდიაზეა. იმიტომ რომ ამ სიძლიერის ნაკრები ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა. ვაღიაროთ თან შეიძლება ისეთ დროს მოუწიოს ჩამოსვლა, რომ უკვე მოქმედი ჩემპიონი იყოს 6 სერიის. ეხლა საფრანგეთის ნაკრებთან მატჩი გადაწყვეტავს ყველაფერს რა. ხო, ირლანდიასთან თამაში ბევრ ამას გადაწყვეტ ჩემი აზრით, რაზეც თქვენ გაუშვით ხაზი 6 სერზე. ჩვენზე იქნება ეგ დამოკიდებული რას როგორ. რა ირლანდიის მერე იმასაც გაგიმხეთ, რომ აფრიკა გვაქვს. აფრიკა გვაქვს, ოღონდ აფრიკაში. მესამე თამაში ჯერ სამწუხაროდ არ ვიცით რა. და აი ირლანდიამდე იყო ჩამოსული ტიერ 1-ს, რასაც ეძახით, იყო შოტლანდია ჩამოსული ორჯერ და ორივეჯერ დავმარცხით შოტლანდიაში. ხო, მაგრამ დღეს ისეთი ნაკრები ვართ, რომ ჩემი აზრით შოტლანდიას დიდ წინააღმდეგობას გაუწევთ რა და ირლანდია რო ჩამოდის, ემთხვევა ლომების ტური. შეიძლება ის ირლანდია არ ჩამოვიდეს, რაც ირლანდიას ეძახიან, მაგრამ ირლანდიის მეორე და მესამე ნაკრებიც მაღალი დონის. ეს ის შემთხვევა, ეს ისევ ირლანდია. კი, არა, მაგას ვიცი. როგორც წესი ირლანდიას და უელს, ეხ ჩემი გულშემატკივრის გადმოსახედიდან ახასიათებთ ხოლმე. არა, რამდენიმე წელი ყავთ მაგარი ნაკრები, მე ვიძახი იმ დონეზე რა. მე პატარა ჩავარდა აქ ხოლმე დღეს ირლანდიის ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია ისე უელსს არ ჩავარდა. და ჩვენთან წაგების მერე იტალია მოუმატა რა. მე მგონი ისეთი ვანერვიულეთ და აი რაღაცა ის ინტერესი და мотиваცია იმდენად გავზარდეთ. ლაპარაკი გარედან, კი. მათთვის რომ მოუმატეს. კი, ლაპარაკი გარედან რომ იტალია ჩაანაცვლოს საქართველოს და ალბათ მაგის ხარჯზე მოუმატეს რა და მე ხა ირლანდიის თამაშს ძალიან აი მთელი გულით ველოდები, იმიტომ რომ პირველი კეპი იყო ჩემი ირლანდიასთან. და მაგ ირლანდიასთან მხოლოდ 10 წუთი ნათამაშები. ხო. და ღვთისმსალობით ყველაფერი თუ კარგად იყო და ჯანმრთელად ვიყავი, ვეცდები რომ 80 წუთი ვითამაშო ირლანდიის წინააღმდეგ რა. მე უკვე მწვრთნელზე არ დამოკიდებული, რას როგორ დააყენა. და ჩემი გასწრენით, ჩვენ რომ დაგვიშვა 6 სერზე, ანუ გახდეს 7-ერი თუ რა ფორმატი იქნება ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. კი, უფრო გაიზრდება. მოხდეთ იქ ჩვენი კლასი ყოველ წელს გაიზრდება 3 წლამდე და უკვე სოფლიო თასსაც სხვა გამოცდილებით შევხვდით. იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვთქვა, სოფლიო თასს სხვა გამოცდილება ჭირდება. მერე სხვანაირად დაგვაფასებენ, მე სუბიექტურ მოსაზრებას ვიტყვი, როგორც გულშემატკივარი. ძალიან არ მომეწონა საჯობა ჩვენთან მიმართებაში. და სხვათა შორის თუნდაც ზელანდია რო ავიღოთ, ზელანდიასთან მიმართებაშიც ფინალში. საჯებიც უფრო დაგვაფასებენ, როცა ვიქნებით 6 სერიის ქვეყანა. თუ 7-ერი. ამაში გეთახმები, მაგრამ დათოს ნუ მოვთხოვთ ახლა საჯებზე ვაღარ. დათოს კომენტარი მე არ მithოვია, მე ჩემი მოსაზრება ვთქვი და სხვათა შორის აქვე მინდა დაუდასტურო ჩემი პატივისცემა ჩვენსაც ნიკა ამაშუკებს, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. სოფლიო ესეც ძალიან დიდი პლუსია ჩვენი რაგბის განვითარებაში. ჩვენ მარტო ნაკრები კი არა. განვითარებაზე არა, როცა ესეთ საჯი არის ამ ქვეყნიდან, ამათაც ეხმარებათ ის. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ როცა არ ყავს არავინ, 1000 ნიუანსია. ყველა ნიუანსი ნიშნავს. ჩვენ გვეხმარება სხვათა შორის, ჩვენთან კი, მოდის ხო შეკრებაზე მოდის.
და აი თქვენ ნათქვამს გავაგრძელებ. იტალია იმიტომ გაიზარდა, რომ ყოველწლიურად ისეთი თამაშები აქვს, რომ ეხლა ავიღოთ რაგბი ევროპა რა, ხო უყურებთ ეხლა თქვენც რაგბი ევროპას და ხო და ანუ მაგას ვიძახი, ვერ ვითარდებით. მოთამაშე იზრდება კონკურენციაში ყოველთვის ეხლა და მოწინააღმდეგე კონკურენციაში თუ ვერ შემოდის, ანუ ვერ განვითარდები რა და ხშირ შემთხვევაში გვიწევს წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ ტიერ 1 გუნდებთან თამაში. და მაგ დროს რომ 3 თამაში გიწევს, ჯერ ყველას ვერ გამოსდი რა. ვიღაცა შეიძლება ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ დამტრეული იყოს, ვიღაცა ფორმაში არ იყოს, ყველას ვერცდი რა. და აი მე ვფიქრობ, რომ წელიწადში 7-8 თამაში მაინც რო ქონდეს ტიერ 1-თან, ანუ ისეთ გუნდთან, რომ ჩვენ რო გავალთ, ვიცით რომ 50 იქნება შანსები. აი მათ განვითარდებით რა, თორე რო ვიცით ეხლა რომ 80-20 არის შანსები. მან უკვე ცოტა მოდუნებულები გავდივართ რა. თან მე ყოველთვის ვიძახი რა, ბოდიში აი ეს ჩავერთვები, ერთია ტესტ მატჩი და მეორეა სატურნირო მატჩი, აი თუნდაც 6-ერი, 7-ერი, აი მომავალში დავუშვათ 7-ერი იქნებ. კარგად დავცადოთ. სატურნირო მატჩი მაინც სხვა. ეხლა თქვენ რომ მოიგეთ, ნაკრებმა რომ მოიგო 100 იმითი. გამიგეთ, იქ ხო ვერ გაიზრდები. გამორიცხულია პირიქით. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერთან თამაში, იმიტომ რომ როგორც მოგებით იზრდება ადამიანი, ისე წაგებით იზრდება ადამიანი. იმიტომ იმ წაგების დროს შანს ის რაც უფრო დასამუშავებელია, ხო ასეა რა. და ამასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მაქვს რა. აი როგორც მორაგბეს მინდა ეხლა მე უკვე ხდები რა კითხვას დავსვათ. დიდ ანგარიშს რაც შეეხება. რეალურად ისეთმა გუნდმა, როგორიც საფრანგეთის ნაკრებია, ჩემი აზრით, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ნამიბიასთან იყო თუ არ ვცდები მატჩი, 100 ქულიან შედეგზე რო წავიდნენ და დაკარგეს დიუპონი. ანუ ჯერ დაკარგეს რამდენიმე მატჩი და მერე გადამწყვეტ მატჩი ახალი ყბა გატეხილი, მოშუშებული ტრამვით, ანუ როცა მისი მარგიქმედების კოეფიციენტი განახევრებული იყო, იმიტომ რომ როგორია ხა კაცო ორი კვირით ადრე სახე აქვს გატეხილი ყბა. ის დუპონი ვერ არის. რა საჭირო იყო ფეხბურთში მაგალითად, ხო? ჯგუფიდან როა გუნდი გასული მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთოდ სვლიან შემადგენლობას რომ დაასვენო. აი რაგბში რა ხდება? მე დავაკვირდი, ერთმა მოიგო 90 ტოლი, მეორე მოიგო 100. როგორ რისკავენ? რატო ხდება ეს? რატო ხდება? ხშირ შემთხვევაში ეგეთ თამაშებზე ახლა 100-0 კი მოვიგეთ, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომები გვაქვს რა. იყო მომენტი, რომ ამ თამაშზე ვიღაცებს არ უნდა ეთამაშოთ რა. მაგრამ რაღაცა ისეთი ფაქტორები დაგვიდგა წინ, რომ მოგვიწია თამაში ყველას საერთოდ რა. და მე ვფიქრობ, რომ ესეთ თამაშებში უფრო მეტ შეცდომას უშვებთ, იმიტომ რომ არ ვართ მობილიზებულები რა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ამ ხელ ანგარიშს მოვიგებ, ვიდრე დიდ გუნდებთან და ჩემი აზრით ეგ არის ზუსტად, რომ აი მცნელის გადმოსახედიდან ეხლა რომ მე რო გადმოხედო, მეც ეგრე ვიზავდი. მოდი აი დავაყენებ ამ შვეიცარია იყოს, ესპანეთი იყოს. ამ გუნდთან დავაყენებ სრულ შემადგენლობას, რომ აი რაღაცა იმას აი როგორ ახსნა დავალებას მივცემ, რომ აი ამდენი ჯარიმა ხო? ამდენი ჯარიმა აი სიტყვაზე 10 ჯარიმას არ გავწდეთ, 20 ჯერ არ დავკარგოთ ბურთი და ბოჭების პროცენტულობა მაღალი ქონდეს. მაგათთან თუ ვერ შევასრულეთ. მაგათთან თუ ვერ შევასრულეთ, მაშინ დიდ გუნდებთან აზრი არ აქვს რა. ეგ არის ჩემი აზრით მცნელის გადმოსახედი. მაგრამ ფაქტია, რომ აი ხე რა ჩემპიონატის რა მატჩიც ვახსენე, მომავალ ჩემპიონატთან ერთი გოლა წააგეს, მაგრამ ფაქტიურად დუპონის გარეშე. კი, მოედანზე, მაგრამ ეს ის არ იყო, ეხლა ლაპარაკობ. არა, კი. ძალიან განახევრებული. სარაგბო დონით ძალიან დიდ ფიგურაზე დღესდღეობით. განახევრებული იყო და ისე თამაში, რომელიც არაფერს არ აძლევდა. ფეხბურთში ამ წლებში აი ჩემი ბავშვობის დროს ჩატარებულ სოფლიო ჩემპიონატზე ხდებოდა ესეთი შეცდომები, ტრამვებს იღებდნენ და რაღაცა და ბოლო წლებში ჭკუა ისწავლეს და ასვენებენ ძირითად მოთამაშეებს, რომ პლეი-ოფში მერე უკვე თავისუფლად ითამაშონ. დღეს საერთოდ სპორტსმენებში შეიძლება მეორე საკითხიც არის, რაგბიში ისედაც ხანგრძლივია ეს პაუზა თამაშებს შორის. და რო არ ათამაშო საერთოდ გუნდის ძირითადი ნაწილი შეიძლება ამოვარდნენ ფორმით. არა, ეგ არ არის იმ ხელ სეზონს. ანუ აქ უფრო საწუთელო რაღაც უნახაზი რა. იმ ხელ სეზონს თამაშობ, რომ ეგ არ არის რა. ყოველთვის აი ხა კი ერთკვირიანი დასვენება გქონდა მაგალითად და
მაქსიმალურად დავისვენე, იმიტომ რომ ვიცი რომ ფორმიდან არ ამოვარდები. ერთი კვირა ამ ხელ სეზონზე რომ თამაშობ, არაფერს არ გიშვება რა საერთოდ. ზუსტად კითხვის შემა მინდოდა და დამასწარით. ჯერ ამან თქვა და მე გააგრძელეთ, იმიტომ რომ აი ფეხბურთი რო ავიღოთ, მაგალითად 3 დღეში ერთხელ უწევთ თამაში. ძალიან დიდი დაკვრა. არა, რაგბიში შეუძლებელია. რაგბიში შეუძლებელია და ამიტომ არის რაღაც და სხვათა შორის სოფლიო თაზზე ესეც იყო რა. ჩვენ კალენდარი ცუდად ხო, ხა. ცოტა ცუდად დაგვიჭდა რა, ასე ვთქვათ. ეს რბილი ნათქვამია ჩემი. ანუ რიგითობა ჩვენ არ ვირჩევთ მაგ ყველაფერს როგორც ამ ჩემს. დანაკლისიც ჰქონდათ ხო, დანაკლისიც. დანაკლისიც იყო და აი 3 დღეში ერთხელ თამაშობენ ფეხბურთელები, მაგრამ აი ჩვენ აი მაგათაც შაბათს ხო ვითამაშებთ კვირა, ორ შაბათი, სამ შაბათს მაინც დანგრეულები ვართ რა, ანუ ყველაფერი მაინც გვტკივა. ფიზიკური რა, აშირებით კითხვა მაქვს ერთი რა. გისმენთ. აი ეს ყინულის აბაზანის შესახებ მითხარი ერთი ეს რაღაცა დიდი ხნით ეგ არის შვება. შვება. ხო? ყინულის აბაზანი არის? არა. სეკუნდებია რა. ანუ ამდენი ხნით ყინულის აბაზანი. ესე ვიცი რომ უებარი საშუალებაა ტრავმის. კი, ანუ ძალიან მაგარია. ესე არის რა. რამდენი გრადუსიც არის წყალში რა, ის სიტყვაზე 8 გრადუსი თუ არის? მინუსი. არა, მინუსზე არ ჩადიხარ რა. 8 გრადუსი, 7 გრადუსი ეგრე არის რა. ხო, ყველაზე დაბალი შეიძლება 1 გრადუსიანი. და რამდენი გრადუსიც არის, იმდენი წუთი უნდა გაჩერდე. თუ არის 8 გრადუსი, უნდა გაჩერდე 8 წუთი რა. ეგეთი ისა. და ეს რა შევა ეხა რა? ჩვენ ხო სულ დაჭიმულები ვართ, ანუ გავრბი ვართ ამდენ სიცხეში, სიცივეში ყველგან რა. ის სიცივეში მე მაგათად არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მაინც ცივა. და ეს კუმშავს სისხლძარღვებს. და მე იქიდან რომ ამოდიხარ, შენ ტემპერატურას რო უბრუნდება ორგანიზმი, უცბად შლის ამ სისხლძარღვებს, რო უბრუნდება და მე სისხლის მიმოქცევა უკეთესი გაქვს რა. და მაგ დროს არის კი, აღდგენა ხდება და ანუ შეიძლება კიდე ისინიც იყიდება რა ფეხზე ამოსაცმელები და გიჭერს მასას გიკეთებს რა. ეგეც ძალიან მაგარი საშუალება. და ეხა მაგალითად ჩემი პოზიციის მოთამაშეები უფრო ტანს ქვემოთ ჩადიან. მაგრამ არიან მოთამაშეები, ვინც თლიან აი იქამდე ჩადიან რა. მეც მიყვარს ეგრე ჩასვლა და კიდე ერთ რაღაცას ვაკეთებ, თლიანად ჩავდივართ. რომ ტვინის გადარეფრეშებაც მოხდეთ, ესე ვთქვათ რა. ხო რა, ერთი წუთი რა სადამდეც გავძრებ. ჩავდივართ, რომ რო ამოდიხარ, ანუ სხვანაირად ხარ რა, უფრო ლაღად ხარ მე რა. ერთი კითხვა მაქვს და აქ აკეთებთ, აქ გაქვთ თუ ეს ხდება უცხოურ შეკრებებზე მაგ. არა, ყველგან არის. ყველგან. კი. ჩვენც აგვაქვს აქ არის. კი, ეგ არის ჩვენი განუყრელი ნაწილი არის. აუცილებელი, ხო. და არა და ადრე არ იყო მე მგონი ესეთი რაღაცა, ხო? ადრე არ ვიცი. ხო, ეს უფრო გვიანი ასე. დღეს ეს შეულებრივი დანერგილი მეთოდიკა. კი, ეხა ისეთ რაღაცებს მიაგნეს აღდგენის საშუალებებს და იმეებს, რომ ადრე არ ამგონია. არა და ყველაზე უფრო გჭირდება თქვენ ერთმანეთს ახდებით სულ და თომში კონტრიალობთ, ჭვენაში კონტრიალობთ. იდე. არ ვიცი, ნუ ეს ძალიან დიდი დაკვრა. მე ესეთი რაღაცა, ესე იგი ძალიან მახარებს ერთი ფაქტი და ეხლა ნუ თავისთავად ყველას რა, ყველა ქართველს, ყველა რაგბის გულშემატკივარს და არა მარტო თაობათა ცვლის პროცესი მიდის, მაგრამ ანუ მაგარი თაობები მოდიან რა. პატარები ხა სოფლიო ჩემპიონატს ოცლამდელებს უყურეთ, წინასაც, ეხადასაც მაგარი თაობები მოდიან რა. ანუ შევსების პრობლემა ნაკრებს არ უნდა ქონდეს, ეროვნულ ნაკრებს. კი, მაგას აღნიშნავ. ძალიან მაგარი მართლა რა, აი 18 წლამდე მე ხა უახლოეს წარსულში საფრანგეთს მოუგო ბოლო წუთებზე დაუდო და აი 18-20-ები შევსება ძალიან მაგარი. 20-იანი ბარობის მოინდომეს კიდე მოგება ის 20-იანი ბარი, ყო რა გააკეთეს? ბოლო წუთებზე რო გავაკეთე სასწავლო მატჩი. ხო. და ინგლისთან არის ყველა. მაგარი, ანუ მანამდე ვთქვი რომ კონკურენცია ზრდის მოთამაშეს რა. რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება ერთ პოზიციაზე, მით უფრო გავიზდებით როგორც ნაკრები. კი, დღეს ბევრი ყავს ახალგაზრდა, მაგრამ ნაკრებამდე კიდე მოსვლა უნდა რა მაგ ყველაფერს. და ამიტომ ერთმანეთში უკვე კონკურენცია. კი, ანუ ხო რა, ეხა ოცებში თუ იქნება ჩემთვის on ჯანსაღ კონკურენციაზე ვიძახე, არაფერი სხვა. ჩემთვის მაინც კონკურენტი იქნება რა, ის ჩემ პოზიციაზე ვინც იქნება ნებისმიერი, იმიტომ რომ ჩემ პოზიციაზე თამაშობ და შეიძლება ერთ დღეს ჩვენთანაც მოვიდეს რა და ყველას უსურებ ამ ყველაფერს.
რომ ბოლოს საბოლოოდ ნაკრებში დაასრულა. ეგ იქნება მთავარი, რომ აი ხა აფრიკას რო ავიღოთ ერთ პოზიციაზე. ანუ 200-300 კაცი ყავთ ერთ პოზიციაზე მარტო, აი ხა 15 ნომერი რო ავიღოთ, არჩევანი აქვთ ძალიან დიდი. და ეგრე ზრდიან მოთამაშეები ერთმანეთს, რომ ვიღაცას რო დაუძახებენ და ვიღაცა რო ფიქრობს მოთამაშე რომ იმაზე უკეთეს ფორმაშია, ბრაზდება და უფრო მაგრა ინდომებს რა. აი ზუსტად ეგ არის და ძალიან კაი არის რომ 18-ებში და 20-ებში ამხელა კონკურენცია გამოჩნდა რა და უკვე ნაკრებშიც გამოჩნდა კონკურენციაზე. სულ რო ვაგვირდები ხა მე ყველა სპორტის გულშემატკივარი ვარ რა, თავისთავად ფეხბურთის ასევე. ინგლისი რო ავიღოთ როგორც ქვეყანა. აი იტყვიან რომ რაგბში დღესდღეობით ამდენი ვარსკვლავი არ არის ინგლისის ნაკრებში, მოვა მსოფლიოს ჩემპიონატი ამ თავის ტაქტიკით, ამ ფეხით თამაში, თავიანთი ძალისმიერი სტილით, ფაქტიურად მეტოქეს არ ათამაშებენ და ინგლისი ხდება კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელსაც შეუძლია ჩემპიონობა. ფეხბურთის ნაკრები გადატენილია ვარსკვლავებით, ფსიქოლოგიურად გაიჭედებიან და გაძამწყვეტ მომენტში ვერ თამაშობენ. ისიც ინგლისელია და ესეც ინგლისელია. ოღონდ სხვადასხვა სპორტის სახეობები. იქ ეთყობა სხვა ტრადიციას, სხვა ფსიქოლოგია ტრიალებს რაგბიში, იმიტომ რომ ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. რეალურად ეხაც ბოლო წამებზე მოუგეს საფრანგეთს, მერე ბოლო წამებზე მოუგეს შოტლანდიას. ორივე ანუ რისი თქმა მინდა და ფეხბურთში ბევრად მეტი ვარსკვლავი ყავთ თანამედროვე ფეხბურთში, ვიდრე რაგბიში. მე ვიძახი მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, მაგრამ ფეხბურთში სულ პრობლემები აქვს მაინც. ფსიქოლოგია, მენტალიტეტი ეს გამარჯვებულის ეთყობა მორაგბეებს უდებს. ამის ახსნა ძალიან ძნელია. რაც შეგიდა ეხლა კი არა მეხლა. ეთყობა მორაგბეები სხვა ფსიქოლოგიაზე იჯდებიან საერთოდ. ნახევარფინალი. რატომ იცი? მარტო ფეხით თამაშობდი. იმიტომ რომ ურთის გადაგდებაზე ისე თამაშობდი რომ მოწინააღმდეგე გუნდი ვერ თამაშობდა. ალბათ იცით იქ იმდენად ძალისმიერი თამაში მიდის თავიდან ბოლომდე. სხვა ფსიქოლოგია, სხვა ნერვები უნდა და ამაში არის ძალისმიერის გარდა ინგლისს ტაქტიკური ძალიან მაგარი განსწავლობა აქვს იმაში რაგბიში. დავალებებს ასრულებენ უკეთესად. არა აქვს მეთქი, ხო? დავალებებს ასრულებენ უკეთესად მორაგბეები რა. იმიტომ რომ ძირთადად ეგ საინტერესო პროცესია. ყველა რაღაც ნიუანსი ექნება მნიშვნელობა, მაგრამ ის რომ ძალისმიერია და სხვანაირად ახარ მობილიზებული და ბოლომდე უნდა იყო, ალბათ ეს ეხმარება. მე დავითანხმები, მაგრამ ბოლომდე. თუმცა იმაზეა ლაპარაკი, რაც ამან თქვა, რომ ბოლო წუთებზე მაინც როგორ იჩენს ინგლისი. აქ რა თქმა უნდა ფსიქოლოგია. კი, ეხლა ფეხბურთში რა ხო შეგიძლია რომ შენ ფლანგზე თუ დგახარ, ან მეკარეთად წყნარად იყო, მშვიდად იყო რა. ხო არის ეგ მომენტი ეხლა. მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ფაქტიურად უკვე იმდენად მიური გახდა და იმდენად ძალისმიერი. ხო და აი ეხლა რაგბს რო შევადაროთ. დასვენებას გადაწყვიტავს. მაგრამ დავშვებენი მიდან რა. 80 წუთი არის სულ დინამიკა. და მაგიტო არის. მეც დაგეთანხმები ქალბატონონა რომ აი ზუსტად მაგის გამო უფრო ინგლისური რაგბი უფრო კარგად არის ვიდრე ინგლისური ფეხბურთი. ერთი კითხვა მაქვს, რო არ დავსვა არ შეიძლება რა. გისმენთ. გონია რომ ჩემი გადასახედიდან ადვილ რაღაცაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ძალიან ხშირად ბურთის დაკარგვის ისინი იყო რა. პრობლემები იყო, აუტოზე ლაპარაკობ. მიხდა რა. რა ხდება? ასე ჩემი გეუბნებით რა. ასე მგონია რომ აუტი არ არის ის რთული და რითი ხსნით ამას რა? ეხლა ამ მომენტში იმით ხსნი რომ მწვრთნელი შეგვეცვალა აუტის, ვინც ყავდა წინა ჩემპიონატზე. ეხლა ნაკლებად გახდა სხვადასხვა მაგის შემდეგ არა? ბატონო? ნაკლებად გახდა ის შეცდომები. ხო, ანუ მაგას ვიძახი რა, ადრე ვინც ყავდა ის არ მოეწონათ ბიჭებს, წავიდა, ეხლა ბორდოს მწვრთნელი გახდა აუტის და ახალი მწვრთნელი მოვიდა და ახალი მწვრთნელი რომ მოდის საერთოდ სხვა სტრუქტურა შემოაქვს, ანუ მართლა ვიძახი რა, თამაში ხო თამაშია, ხო თამაში. აუტი ცალკე თამაში არის რა, იქ თავის გამოცხადებები, ეხლა მიხვდება ვიზეს ლაპარაკობ. იმას მე ავიწყდება რაღაცა ეს და ანუ კომბინაციები. ხო, კომბინაციებია, სულ, ანუ გარეთ გვაქვს კომბინაციები რაღაცა გამოცხადებული და აუტში შედის ჩვენი გამოცხადებელი ვინცაა, შედის და აცხადებს აუტს რა. ეხლა დღეს არის მიშო ბაბუნაშვილი. და ანუ აქედან გარედან მის მესიჯი მიდის, შიგნით თვითონ უნდა გამოაცხადოს და აი მანდარი ყველაზე რთული რა და
მით უმეტეს ახლა იმიტომ არ რთული რომ ახალი მცნელი მოვიდა და ახალი აუტები შემოიტანა და ახალი სტრუქტურა შემოიტანა. მაგას დასაბახსოვრებად რთულია მაინც. კი. კომბინაციები. რა საინტერესოა რა. რავი. დაჯერება მიჭირს. ალბათ აქ ხო არის კომბინაცია ახლა ძალიან. კომბინაცია არის, მაგრამ ეს კომბინაცია თვითონ ჩვენგან მოდის. კი, მაგრამ იქ გასწავლიან, ხო და იქ აქ ერთი რავი, ალბათ 20 კომბინაცია ერთი თამაშისთვის. მაგრამ აქ რა შეასაკო? ეს როგორც არის. და რასაც ამბობს. ამდენი მორაგბერო ერთმაც რო აურიოს და დაავიწყდეს ის კომბინაცია მთლიანად იქნება ჩანაფიქრი. ანუ მაგალითად 7 კაციანი აუტი არის რა. გამოცხადე. არა, ნუ ხო დგანა ამდენი კაცი. დგანა ვიცი და როგორ არა, შეგიძლია 5 კაციანი გააკეთო, შეგიძლია 4 კაციანი, შეგიძლია 7 კაციანი. ესე იგი ახლოს გადააგდებ, შუაში გადააგდებ თუ 7 კაციან აუჩი ხა. ერთი კაცი გამოცხადებელი რომელიც ხარ, მიშო შენ გეუნებიც, მაგრამ გამოცხადებელი რომელიც ხარ 6 კაცი დგას შენზე რა. რომ არავის არ უნდა დაავიწყდეს, ვინმე შეეშლება, ის გამოცხადებლის ბრალი არის რა, სამწუხაროდ. ამ დროს ხა შეეშალა. ხო, მაგრამ არა უშავს, ეგ გამოწორდება და ესეთ თამაშებზე კაი არის, რომ ზაფხულისთვის მოუმზადებ. ჩვეულებრივი საშინაო როლება რა, რო დაფიქრე და ჩვეულებრივი იმდენი შეცდომა მინახია აი ამ კუთხით. და როცა სასწავლო რაღაცებს აკეთებ ხანდახან. ხო, იმდენად ვფიქრობდი, მე ასე მეგონა. რომ ეს ყველაზე ადვილი საქმე იყო მეგონა რა. ანუ აი მართლა რა, ვარჯიში მორჩება და კიდე პლუს 9 საათი 40 წუთი მოედანზე არიან და აუტებს იმეორებ. ეს აუტებს და კიდე ვიც კიდე ფეხით ურტყამზა. მე ეგენიც ხო. ესე ამათ სადგიჭირდება. კი, მაგრამ ფეხის დარტყმა ფიქრი არ ჭირდება ფეხის დარტყმა. არა, ვარჯიში ჭირდება და კი, აუც უფრო ფიქრი. არა, აუც უფრო ფიქრი. ფეხით ხო უნდა ისო რა. იმიტომ სველი ამიდი ხშირად ყველაფერი. აი ხა ფეხის დარტყმა ვახსენეთ და რაგბიშიც და კალათბურთშიც ჯარიმებს, რა ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხანდახან ერთი ვერ გამოყენებული კარგი საჯარიმო დარტყმა შეიძლება გახდეს წაგების მიზეზი, რა, იქ ერთგულაზე როცა არის ლაპარაკი, რა. და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სხვათა შორის ეხა აი კალათბურთი მოვიყვანე მაგალითად რაგბიშიც საშუალოდ უკვე ევროპამ ეხა საფრანგეთზე და ინგლისზე არ მაქვს ლაპარაკი, რომლებიც სულ უწევდნენ ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატებზე წინააღმდეგობა სამხრეთულ გუნდებს. არა, ეხლა უკვე ეს ევროპული ყველა წამყვანი ნაკრები სხვანაირად ეთამაშება. ზელანდიასაც, აფრიკასაც, ავსტრალიასაც. იქ კარგი შემოიტანა მატჩი დისონანსი არგენტინის ნაკრებმა. ანუ არგენტინის ნაკრები შემოვიდა ამ იმაში და უფრო 10-12 გუნდი გახდა რომელიც ბრძოლის უნარიანია. მეტნაკლები. მაგას გავაგზელებ, ეხა ისეთი ჩემპიონატის გაკეთება უნდათ, ეგ 10-12 გუნდის შეყვანა უნდათ მარტო. აი ეს დაღუპავს რა, მე ვერ გავიგე ერთი რამეს, სულიძახი რა. ჩვენ დაგუპავს ჩემი აზრით, თუ ვერ მოხვდით იქ. კალათბურთი და ფეხბურთი უფრო მეტ გუნდებს კრიბავენ ყოველ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ გახდეს მასიური. და რამდენმა ქვეყანა მიიღო შანსი და რამდენმა ქვეყანამ აიმაღლა კლასი. ეხა გააკეთეს ეგ სხვათა შორის. მსოფლიოზე გააკეთეს, მაგრამ მსოფლიოს გარეთ უნდათ მაგ ჩემპიონატის გაკეთება. და მსოფლიოს გარეთ მე მსოფლიოს ის ხო დაეცემა როგორ შეიძლება. არა, ეხა არის 27-ში მსოფლიო და 27-ის მერე უნდათ გაკეთება 4 წლიანი ციკლი ხო არის მან? 4 წელიწადში ერთხელ არის მსოფლიო და მაგ 4 წლის ის უნდათ ხო რა? სანამ სოფლიო იქნება. არა და აი ამ საერთოდ განვითარებამ, ხელშეწყობამ, რომ ყველას მიეცა შანსი. მაგალითად, კალათბურთში ოლიმპიადაზე თვალნათლივ თელ სოფლიოს დაანახა, რომ ევროპულმა კალათბურთმა ნახევარფინალში Dream Team-თან, ამერიკელებთან, ჯერ სერბეთმა იომა და კინაღა მოუგო. კინაღა მოსაგები ქონდა რა. მერე საფრანგეთმა ფინალში ასევე რა წინააღმდეგობა გაუწია თან როგორ ნაკრებს. რა თამაში შემეწოდნენ სერბები ისე. ანუ მე ამას რაც ვიცახი, რაგბიმა შეუწყოს რა, ესე იგი რაც მეტი ქვეყანა მოძლიერდება, ხო ეს რაგბის განვითარება შეუწყობს ხელს და მე ძალიან მიყვირს რა. ხანდახან შტაბეშტილება რჩება რომ ინგლისურ ვარიანტში, ინგლისში ხო კლუბური სისტემა მიღებულია, რაც თორე რესტორანია, რაღაცა დაждებიანი კლუბში თამაშობენ, კარტია, იქ საუზმობენ, იქ სადილობენ. არა რაღაცა რაგბის კლუბურ სისტემას ვაგონებს ხანდახან რა. იცი რა, აი მე მაგალითად ასეთ რაღაცა გამიგიარდე ასური არ ვიცი რომ 6 ერის იმიტომ არ უნდათ რომ გადიდონ რომ ფულზე მიდის ლაპარაკი
გამიგე და ეშინია, ხო, ასე. მაგაზე შეხება არ მინდოდა, არა? ნუ ეგრეა, ვერ ავწდებთ. მოდის მაინც ეს ხმები, ხო? იმიტომ არა და კონსერვატორები არიან. ეს კონსერვატიზმი ირღვევა უკვე ბევრ რაღაცაში. ფეხბურთშიც დაირღვა და ბევრი ახალი რაღაცა შემოწმე. დიდი ბრიტანეთი მაქვს ამ მასე ვლაპარაკობ, გამიგეთ, მაგრამ 6 ერის მაინც როგორ არ უნდათ რომ ეს გადადგან რაღაცა ნაბიჯები განახლება უნდა სპორტსაც, თუნდაც წესები ხო იცვლება. სამსაჯოდ, გინდა რაგბი აიღე, გინდა ფეხბურთი, ეს სულ ახალი რაღაცეები შემოაქვთ და ეს ანვითარებს სპორტს. არ შეიძლება ერთ ადგილას იდგეს სპორტი. რა მინდოდა, კითხავს ჩვენ ყველას თუმარს ვეკითხები ხოლმე ხა მე თვითონ სპორტსმენის ოჯახში გავიზარდე და ვიცი ხო ეს 1000 ანუ აი რთულ მომენტს თუ გაიხსენებდი, რაღაც ძალიან რთულ მომენტს შეკარიერაში და სახალისო მომენტს. და გუნდია, გზავრობა, შეკრება, ტურნირია. აი ესეთი რა, რომელიც შეგიძლია პირდაპირ სახალისო გაიხსენო, რომელიც აი მაყურებლისთვის ბოლოსკენ მივდივართ ახლა და მაყურებელსაც ესიამოვნება ამ ისტორიის მოსმენა. სახალისო მომენტი იმდენი გვაქვს, იმდენი ვიცი არა, რაგბიში სამყაროში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. აი გემრიელი, კარგი, შენ რომელიც უცბად ხდება. კაი აი გეგეცინება ხო ხო ორი დღის უკან ვიყავით ანუ ნაკრები ანუ ჩვენი ძმა არის ნაკრების მოთამაშე არის ორი დღის უკან ვიყავით სვანეთში დასასვენებლად რა და გიორგი ცუცქირიძე ალბათ ყველას ეცოდინება ანუ სრიალებდით იქ და ცუცქის ვეძახით რა და ცუცქიმ თქვა რომ მე ვერ დავდგებიო რა თხილამურზეო და სნოუბორდზე ვერ დავდგებიო და პარკიო მომეცი და პარკით მე ჩავსრიალდეო რა აწვალი დაიძახეს ხო იქია ხო აწვალი დაიძახეს პარკი მომეციტო და მის რანაირი პარკი ხო რა ეს გახია ეს პარკი ამოიცვა და ჩასრიალ და აწვალზე რა და ყველა ამოვედით ახლა საბაგიროს ამოვყევით და ყველა იქ ვარ და ცუცკი რა არ ჩანს რა და ჩვენი მეორე ძმა ბექა გორგაძე ამოდის და საბაგიროს მოვყვებიო რა და ესეო გავიხედეო გამოვიხედეო ქვემოთ ჩავიხედეო და ყველა ხოსრიალებს და ვიღაც ტიპიო ეს პარკამოწმული ბორბისო რა და ჩასულა სირბილით იქამდე ხაწვალის ბოლომდე რა სირბილი ჩავიდა და პარკი ამოვიდა და მე ფოტოები გვაქვს რაღაც ხადაობებს რა ეს სასაული უბრალოდ ეს გინესის რეკორდების წიგნში შესაძლებელი ისტორია მე ის ბავშვები რო ჯდებიან ის ქვია ხო ციგა on ხო აი ეგ მიცეს და მაგით სრიალებდა მთელი 2 დღე ეს ფოტოშოპის კარგი იდეა მეც არ ვდგავარ ხილამურებზე და საინტერესო იქნება რა იმას ბავშვებში ჩავდიოდი აი ციგაზე ჯდებოდი ჯდებოდი და სპორტის ყველა სახეობა მიყვარს და ჩემი მაგრამ ხილამურებზე არ შედგა და რთული მომენტებიც ეხა ერთხელ ხდება ერთმა ძლიერმა ქალბატონმა ესე იგი მოდიო ზურს უკან დადექიო თქვა და რომ დავეშვით მაღლიდან კიდევ გადავარდი და მე შეუხვია და გაჩერდა და ციგაზე დამოვარდი ციგა ხო მეც 2 დღის უკან ვისწავლე და ძალიან ანუ ძალიან 2 დღის უკან ვისწავლე და იქ დავდექი ბოლოს და ძალიან დიდი ადრენალინი აქვს სხვათა შორის. ყველა მაგას იძახის. ეხლა ჩემი უცროსი შვილი სნოუბორდზე დგას, უფროსი თხილამურზე. ხო და აი უცროს უთხარი იქნება არკვე მეთქი და სნოუბორდზე უფრო დავდგები რა რაღაცა თხილამური ნაკლებად ვიზიტა. პირიქით? მაგრამ სნოუბორდზე კარგად დადის, ესე იგი. არა, სკეიტბორდზე ვიდექი ბავშვობაში. ხო, მაგრამ სხვა ისა რა მაინც. სულ დადიან გუდაურში 1-10 დღით ახალი დღის შემდეგ. ანუ ყველა იძახის თუ ერთხელ ჩამოსრიალდი და აი ეგ მუღამი იგრძენი იმას ვეღანებები თავს. რა რაღაც ეგეთი ის არის რა. სანამ დავამთავრეთ, მე მაქვს თქვენთან ერთი კითხვა მაინტერესებს უბრალოდ. თქვენთვის თქვენი კარიერის საუკეთესო მომენტი რომელია და აქ ახლა თქვენ მუზეუმში ვზივართ და საუკეთესო თასიან პრიზიან ყველას დასამახსოვრებელი რა. ნუ ახლა თუ თასი მომენტი შეიძლება სხვა გქონდეს. მითქვით ალბათ ეს დავასახელებ ალბათ. შენი სახელობის მაგას ანალოგია რა აქვს. ამას ანალოგია რა აქვს მართლა იცით იმიტომ რომ თასი თამაშდებოდნენ ცოცხალი ადამიანის და ქვეყანა იღებდეს თორე აქ ნებისმიერს რასაც ხედავთ
ჩემთვის ერთნაირი მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად. ნაჩუქარსაც და იმასაც. აი ახლა ის შეხედეთ ზემით რომ არის ეგერ. დიახ. 4 მეოთხე ჩემპიონების წინ ხელისუფლება მაგას ეძახდნენ ჩეკანკებს. ძველი ქართულია გამოყენებული ამბანი შეუკვეთეს პროფესიონალებსაც, თავებამ შეუკვეთა მაშინებმა და მოყვარულებსაც და მოყვარულების მოეწონა თუ ეს მოყვარულების გაკეთებულია გესმით და არ ვიცი ვინ არიან ავტორები. ანის გვირგვინი. აი ეგ რო ხედავ. ხო. პირველად რომ მოიგო სოფლიო ჩემპიონობა, რო ჩამოვიდა და დაახურეს საქართველოში თავზე და ჩვენ ქართულ ცეკვა ჭადრაკში დედოფალს ადგას თავზე. თავი მაგას ადგას ეს მოიფიქრა და ზუსტად მაგი ადგას ეგ გვირგვინი რა. ანუ ამაზე მეტი სიმბოლიკა ცოტა რთულად რა იყო მეორე კითხვა რა იყო? დასამახსოვრებელი მომენტი თქვენ კარიერაში. დასამახსოვრებელი მომენტი? ან აი ისეთი მარცხი რომელიც გინდოდათ რომ იცი რა მაგალითად მარცხს რო შეეხეთ მახსენდება ასე რომ წელი არ მახსოვს სოფლიო ჩემპიონატი 16 წელი ვიყავი მე და მე უკვე წლები გავიდა და ორჯერ მქონდა შანსი დამრუნებულიყავი და მატჩი მეთამაშა კიდევ სოფლიო პირველობაზე და ეს ახალი რეკორდი ახალი ისტორია იქნებოდა ხო და ნანა იოსელიანი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოჭადრაკე ახალგაზრდა ჩიბურდანის თაობა გაერთიანება მოხდა ჩემი თაობის და ჩიბურდანის თაობას არ დაკარგა ეს თავისი ნიჭი და იმიტომ იყო ეს ფანტასტიკური შედეგები რო ქონდა 40 წელზე მეტი ფაქტი ყველაფერი ჩვენი იყო და ნანამ ყავდა გამორჩეულად აი დღემდე კარგი ურთიერთობა ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს მაგრამ დღემდე ძალიან აი სხვანაირად უყურებ გემრიელად და ვთამაშობ მატჩს ესე იგი ვინც მოიგებს გადის სემიონოვაზე უკრაინელზე და სემიონოვასთან მქონდა ნულოვანი ანგარიში ესე იგი რა თამაშეს სულ მოგებდი რა და მე ფაქტურად ფინალში გადიოდა და კიდევ ერთხელ ვითამაშებდი აქ უკვე იმას კი არ ქონდა მნიშვნელობა მე რას ვიზამდი ფინალში თვითონ ისტორია იქნებოდა ახალი რომ ჯერ ამდენი წლის რომ დავამთავრე მე რამდენი წელი მომემატა და კიდევ დაბრუნებულიყავი და მეთამაშა და გადადებული პარტია ქონდა ნანასთან. კარგად გავარჩიეთ ყველაფერი და მოკლედ აბსოლუტურად მოგებული პოზიცია მაქვს. და ვიჯექი და ვფიქრობდი, ეს ჩემი საყვარელი ნანაა, რატომ არ მივდება კაცო. შენი საყვარელი ნანაა, მაგრამ ადამიანი ბოლომდე თამაშობს, გავიგეთ? მოსაგები უნდა მოიგოთ. ანაც ერთ შეცდომით ვერ გააკეთებდი ყაიმს. ბევრი რომ მქონდა და იგი რაც ყונה რა და მოკლედ ეს პარტია ყაიმამდე მივიყვანე და რა მოხდა? ვერ დამთავრდა მატჩი, მაგრამ ერთადერთხელ იყო, რომ შავებით ვისაც ქონდა მეტი მოგებულის გადიოდა შემდეგ ეტაპზე. ეხლა როგორია, მკვდარები ეს ჩემი წვრთნელები, ჩემი მეუღლე დგას მანქანასთან, გამოვედი მე ხმას არ ვიღებ, ხო და მოვიდა ერთ-ერთი მწვრთნელი, ორი მწვრთნელი მყავდა, ერთი ქართველი და მეორე ლატვიელი და რას ვაკეთებთო ეხლა, რას ვიზამთო და გავჩერდი ესე და მოვიქდი ხელ წავით ყველანი აღშემექინა. ერთი 30 ადამიანი შეიკრიბა, ვიქეიფი და დამტარდავით ხოლმე. იცი რა, წაგებასაც უნდა გავუძლო და მოგებასაც გავუძლო. მაგრამ ტესტი რაგბიში ხო გაქვს? მესამე ტაიმი. კი, მესამე ტაიმი. აი ახლა ვიტყვი ერთ რაღაცას რომ ტესტებს ჩამოწერილი ქონდა ერთ ადამიანს მეცნიერული ნაშრომისთვის უდო და მიჭრული ვიყავი ვაჟების ტურნირზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ბაქოში. ხო და ჩემი და ტალის პასუხები აღვიშა ერთნაირად. კაცების ტურნირი იყო. და ერთი განსაკუთრებით, აი მაგათაც სპორტსმენი ხარ, ამიტომ ვიტყვი ამ ერთს გამორჩეულს. რა გირჩევნია, ერთი წაგება და ერთი მოგება თუ ორი ყაიმი. ორივის პასუხი იყო ესეთი თურმე, როგორც მიშატალის ეს ჩემი. ერთი წაგება და ერთი მოგება. რატომ მკითხეს? იმიტომ რომ წაგების შემდეგ ერთი სული მაქვს, ოდი ვიზამაშე, ორი ყაიმი არ მაყვაყობელებს მეთქი. გამიგეთ? ასე რომ ასეთ რაღაცებს თუ შევხედოთ, ბევრი ისეთი ისტორიებია, უბრალოდ ადამიანს უნდა შეეძლოს. ამას კაინდები სჭირდება ყველაფრისთვის უნდა იყოს ადამიანის ზავი. ჩვენ დაფაზე. თავი რა, სპორტსმენის. წარმატების ფორმულა ნიჭის, რომის მოყარება ძლიერნებენ, თავი გამარჯვება მეტად. აქ ერთადერთი ფსიქოლოგიური არჩევია კიდე, ფსიქოლოგია აუცილებლად არის. ესე იგი, ჩემი თავის მოკლედ ვიყავი მე თვითონ პატრონია. ბოლოსკენ მივდივართ და აქ ჩვენი სტუმრები აწერენ ხელს.
ჩვენი დაფა გვაქვს გვიან დავიწყეთ მოფიქრება ამისი. აი სადაც გინდა თეთრ უჯრაზე, რომელზეც გინდა შვენიერი და ესე იგი ეხლა აბატონო ეს ჩვენი ყველა სტუმრისთვის გვაქვს საჩუქრად გამზადებული ნონას ხელმოწერით. ეს არის დედაჩემის მაისური. დავით დავჭერ ახლა. და შემდეგ შეხვედრაზე ველოდებით. ეროვნული ნაკრების არ არის კლუბის მაისურს ხელმოწერით. ეხლა გადაცემის ბოლოს ისევ მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ ჩვენი პროექტის ხარდამჭერი არის ტექტო ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ვეცდებით ხშირ-ხშირად გაგახაროთ საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს კიდე ჩვენი სტუმარი იყო დავით ნინიაშვილი, ძალიან ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი რაგბისტი, საყვარელი ახალგაზრდა ქართველი კაცი და აქ სინერგია მოხდა. მარტო სპორტსმენები არა, ამავე დროს დღესდღეობით კოლეგები ორივე გახლავთ ამბასადორები ტექტო ჯგუფის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მგონი ჩვენ ორივეს გაგვიხვარ და ჯერ გავიცანით ერთმანეთს ახლა მე ფიზიკურად შენივად ვიცოდი რომელი იყო. დავითავარ. ხო, იმიტომ რომ უყურებ ამას ყველაფერს. აი ვინ გვახარებს და გვანერვიულებს ჩვენ, არა? ხო და სპორტში ესეა. იმიტომ რომ მართლაც გამორჩეული ახალგაზრდა ხალხ მე ამისა არ შემეშინდება, იმიტომ რომ ვინც ესეთი გამორჩეული იმას თავში არასდროს არ უარდება რა და ხარ მაგალითი ჩვენ სტუმარი ხარ დღეს და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ პირადად და უსურო საქართველოს რა თქმა უნდა და ამ მოლოდინში ვართ, იმიტომ რომ მორაგბეები მაგალითს უჩვენებენ ყველა სხვა სპორტსმენებს აი თავისი შინით და დამოკიდებულებით პროფესიონალიზმით და ეს ძალიან კარგია. მადლობა თქვენ. გადავინაცვლოთ ახლა იქით წარმატებებს გისურვებთ YouTube არხზე. დიდი მადლობა და ირლანდიასთან მოგებას გისურვებ. რა თქმა უნდა. და რაც თავარია, ვემშვიდობებით მაყურებელს და პირდებით რომ კიდევ მე საინტერესო პიროვნებას წავუდგენთ.